ტიტანიკი მახსენდება ჯეკი და როუზი რომ იცურავენ შუქები რო ცილცინებს და ესე ხელები რო აქვთ ჩაკეტილი ცილცინება ეს დერეფანი აი ეს გამახსენდა სულ მახსენდება ხოლმე აი ამაზე სანამ ველოდები კატოს მკითხე მეთქი ნაყიდ შეჭამ მეთქი და ვერ შევჭამო მაცივდებიო რაღაცაო ესო ისო და მოკლედ მე ვიყიდე ჩემთვის სანამ ველოდები 10 წუთში მოვალო და 10 წუთი კი ნაკეთ გავისე და შევჭამ Nice. ეს ორი გული ესე რატო განაცალკევეთ ერთმანეთისგან და დაშავეს.
Next page, our body. კატორო წავიდა სახში რო აპირებდი მე ელას შევუარეთ და წამოვიყვანე ჩემი ფუტკერში დიდი კოშთან უნდა დახადე ჩემი სიცოცხლე მოვედით მოკლედ ესე იგი მოვიშორებ მეიკაპს როგორც ეძახიან ნახეთ ეს ვიყიდე დღეს მე ხო გულებზე ვარ შეყვარებული ძალიან ამითხაბნა თვალები რომ დავაძინე ბავშვები და მეც კი მეძინებოდა უკვე მაგრამ პირობა არის და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა ყველაზე მთავარია როგორ ხართ მოგესალმებით დღეს არის 22 თებერვალი ის გუშინდელი იყო რაც ნახეთ ძალიან ცოტა გადავიღე ცოტა რამდენიმე საათი ვიყავით მე და კატო ერთად რო წამოვედი მერე სალიმ მომწერა რომ ელას მოცილი დგივაო და მივხვდი რასაც ნიშნავდა ეს მგონია რომ უბრალოდ არა თვითონ უნდა და კვირას ანუ შაბათსაც დავრჩებიო და კვირას წამოვალ და შევუარე იქ და წამოვიყვანე ძოხა აი ასე მე მგონი კარგად გავიწმინდე ესე
სიამოვნებს ცივია ეს. ცოტა დამრჩა ეს თამასკინის მიცელარული. ხო, ესე იგი დედიკო წესით და რიგით ხვალ უნდა წამოვიდეს 23-ში. ესე თქვა და არ ვიცი. წესით და რიგით ასე. თვეები დღეს თველი დღე აწეული მქონდა. რაღაც ესეთ განწყობაზე ვიყავი. მოღრუბლული იყო და ესეთ განწყობაზე ვიყავი, წავედი ვაქზალზე. არ გადამიღია, იმიტომ რომ სტრიმი მქონდა ჩართული. ვიყიდე ახალი მოპი, რომელიც ამდენი ხანია მინდოდა რომ ყველაზე დიდი მეყიდა. ვიყიდე, თუმცა დღეს აღარ მქონდა იმის თავი, რომ მომეწმინდა იატაკები, იმიტომ რომ ლილუ სულ გაქროდა ხან, ლუკასაც ჭყვებოდა ხან, რუსის ხან ევას, მოკლედ. დღეს იყო მოხასიათოთ რაღაც სადომღაც. ხო და მოკლედ აი ხმაურით და იმით ისე დავიღალე, რომ არაფრის თავი აღარ მქონდა და ვიფიქრე, რომ ხვალისთვის გადავდე მოკლედ იატაკების მოწმობა. ხალხს როგორ გიკითხოთ? სხვა რა გითხრათ? ველოდები დედიკოს, უკვე ისე ვარ, რომ ემოციას ვერ გამოვხატავ, მე მგონი. რაღაცნაირად უცნაური გზნობა მაქვს. გუშინ რომ მოვედი, მალევე დავიცინე. ვეღარ ჩავრდე სტრიმი, იმიტომ რომ ძალიან დავიღალი თან ელას ხო შევუარე და მე ელასთან სანამ დაიცინე და რომ დავწექი ეგრევე გავიტიში, ესეთი დაღლილი ვიყავი. და არ ვიცი, მოკლედ დედიკოს ველოდები და სულ ვფიქრობ ამაზე. მდუმარი ვარ, ახლა სტრიმი უნდა ჩავრდო. და არ ვიცი, ესე როგორ ხასიათს. სხვათა შორის რა ჩავრთავ ხოლმე, რაღაცნაირად მოვტივარ ცოტა ხასიათზე. კარგით რო გავატარე გუშინ კატოსთან ერთად. უბრალოდ ეს ბოლო რაც იყო, ეს ჩემი ემოციები და ყველაფერი, უბრალოდ თითოეულ დეტალს ვაკვირდებოდი გუშინ ძალიან ბევრ ადამიანს. ქუჩაში, სადაც ვიყავით ვჭამეთ ერთად, მე ბარში შევედით, სადაც კატო თავის მეგობრებთან ერთად ხშირად დადის ხოლმე. არის ცოცხალი როკ მუსიკა, მოწვევით არიან ბენდები ხოლმე და მოკლედ როცა მითხრა უარი ვუთხარი, მეთქი არ მინდა რაღაცა უბრალოდ გარეთ მინდა გასეირნება და უფრო ისეთი სიმშვიდე. მაგრამ რო ვიარეთ აქეთ-იქით რაღაცა, მერე მეთქი, ნუ კარგი შევიდეთ ცოტა ხნით, 9 საათი ვიყავით სულ და გამოვედით მერე. რო ვუსმენდი რაღაც ის გარემო, ეს ყველაფერი მივხვდი როგორ ვარ მოწყვეტილი საერთოდ და როგორ მიჭირს. ძალიან მიჭირს ხოლმე გამოვიდე ამ ჩემი რუტინიდან და რაღაცეები მახსენებს თავს. და ეს იყო ჩემი ემოციები საღამოს მერე. სანამ დავიცინებდი, ეს უბრალოდ წამიერად გადავიღე, მაგრამ საკმაოდ კარგად კულამოსკვნილმა გავაცნობიერე, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა.
რომ ერთია და ხანდახან უბრალოდ წამი უნდა დაიჭირო და დრო უნდა დაიჭირო. ამ დროს გრძნობ, რომ ყველაფერი თითქოს ამის წინააღმდეგ არის, თითქოს რაღაცა, არ ვიცი როგორ ახსნა ეს შეგრძნება ალბათ. როცა რაღაც ვალდებულებები გაქვს და ყოველდღიურობა ამით არის მოცული, იქ რაღაც შენი ნაწილი იკარგება, ვერ ახერხებ, რომ დრო ისე გადაანაწილო. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის, რომ ადამიანი რეალისტდეს. რა საკშიც არ უნდა იყოს და როგორი სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ის რაღაც რა სურვილებიც აქვს, რა ოცნებებიც აქვს, ამის რეალიზება ყოველთვის შეიძლება. უბრალოდ არ უნდა შეწყვიტო ამაზე ფიქრი, არ უნდა შეწყვიტო რაღაცა მიზნის დასახვა, ამაზე ფიქრიც კი უკვე გადადგმული ნაბიჯი არის. ხო, და მოკლედ ფიქრობდი ამ ყველაფერზე და ძალიან მომაწვა ემოციები. და მუსიკა, ესეთი გარემო დიდი ხანია არ ყოფილა ესეთ გარემოში და სხვანაირად ჩემი რაღაც ნაწილი დავინახე, ვიგრძენი გუში. სულ ეს არის ეს თქვენს შემიძლია. წავალ ამ ვიდეოს უკვე დავამონტაჟე გუშინდელი, სადღაც 8 წუთამდე არის მაქსიმუმ, ამას დავამატებ და ეს იქნება. მადლობა კომენტარებისთვის, მადლობა ყურადღებისთვის და დაგიბრუნდებით ხვალ. იმედია, თუ მოვიცლი ხვალ ორშაბათია. ორშაბათი დღე ყოველთვის რაღაცნაირად სწრაფია და ყველაფერი სწრაფად უნდა ვაკეთო და ყველაფერი მოვასწრო და სხვათა შორის რაღაცა ვიდეო შემოხდა ამაზე და ამაზე გუშინაც ვფიქრობდი, სახლში რომ მოდიოდი, ტაქსში რომ ვიჯექი, მაშინაც ვფიქრობდი. სადაც არ უნდა წავიდე, მაინც ბავშვებზე ვფიქრობ და სულ ვიმეორებდი ჩემს თავს, რომ აი დატკბი მომენტით, ხო შეიძლება უბრალოდ დატკბი მომენტით, ვიცი რომ შემიძლია რომ ახლა ვიფიქრო ჩემს თავზე, მაგრამ ხო, ახლა აი ამ პროცესში ვარ, რომ ის რაღაცა ერთი დღე მაინც თუ იქნება კვირაში ან თვეში ერთი დღე, რომ იყოს ჩემი, ხო შეიძლება ყოველგვარი რაღაც ისეთი გრძნობების შფოთვის გარეშე. არაუშავს ეს ყველაფერი დაალაგდება, ვიცი, რაღაცებთან ერთად ცოტა დრო არის საჭირო. ხო, დროზე შეხვდა ვიდეო და მაგაზე ვამბობდი, რომ გვეჩქარება ყველაფერი, რომ გვაგვიანდება, სადღაც იქ მაგვიანდება, იქ არ დააგვიანონ ბავშვებმა. აქ მაღაზიაში რომ მივდივარ, გავიქცე და გამოვიქცე სწრაფად, მოვიდე სწრაფად. დრო არ მაქვს, აი გამუდმებით ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ეს. და ამაზე დავფიქრდი კიდე ვიდეოში თუ შეამჩნიეთ, ბარში რო ვიყავი, იქ საათი იდო. თითქოს აი ყველაფერი მინიშნება იყო ჩემთვის. რომ შევედით მომერიდა, უბრალოდ იქ ხალხი იდგა ბევრი და არავის გამოჩენა არ მინდოდა, რა თქმა უნდა, კადრში და ვერ გადავიღე ის კედელზე იყო გაკრული რაღაც ფოტო სურათი და ჯერ იმან მიიქცე ჩემი ყურადღება, წარწერა ქონდა. ინგლისურად ქონდა წარწერა, მაგრამ ყველასთვის იყო მოკლედ. და მე ეს საათი, რომელსაც ის არის არ ქონდა.
ამ საათს მივაშტერდი, ვუყურებდი ის რის გარეშე საათი და მივხვდი რომ ის ციფრები თავთავიანთ ადგილას იყვნენ და ეს ის არის, რომელიც აღარ იყო, ვერანაირად ვერ შეცვლიდა იმ ციფრების თანმიმდევრულობას, მათ არსებობას და ერთიდან მეორემდე გადასვლის პროცესს და აი ამ წრეზე სიარულს ის არის არაფერს არ ნიშნავს. ის რის გარეშეც ხო და ამაზე დავფიქრდი. დრო გავაჩერე. ბედნიერებას გისურვებთ ყველას, წავედი.